სოფლიო პატრიარქი ათინაგორა ცდილობდა კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან დაახლოებას და საკმაოდ დიდი ხანი მოუნდა. 52 წელს შეძლო ვთქვათ, რომ თვითონ ჩავიდა რომში და მერე საპასუხო ვიზიტით რომის პაპი ეწვია იმას, თორემ სოფლიო საპატრიარქოს და იმას რა ქვია რომის კათოლიკურ ეკლესიას ფერარა ფლორენციის კრების შემდეგ ეს იყო 1438-39 წლებში იმის მერე ერთმანეთს არ შეხვედრიან, იმის მერე მტრულად იყვნენ განწყობილი, იმის მერე ერთმანეთს ხოცავდნენ, რამდენი რელიგიური ომი მოხდა, რამდენი შეტაკება, არასოდეს ერთმანეთს გვერდში არ ედგნენ. ეს ხომ უნდა დამთავრებულიყო როდისღაც, ეს ხომ ასე რომ გაგრძელებულიყო შეიძლებოდა და აი ეს ცირკულარი, რომელიც ისევ იოაკიმე მესამემ დაიწყო სოფლიო პატრიარქმა, დღეს რატომღაც მიაჩნიათ, რომ ეს არის სხვა მოგვახვია თავს, სხვა კი არ მოგვახვია, ეს არის მართლმადიდებელთა ინიციატივა. კი, მან ვერ მოასწრო თავის სიცოცხლეში, მაგრამ ერთი ადამიანის სიცოცხლე ასეთ დიდ საქმეს არ ყოფნის. მაგრამ მიმდევრები ხო დარჩა. ათინაგორამ ხო გააგრძელა ეს დიდი საქმე. განა პატარა საქმე იყო, რომ 1965 წელს რომის პაპი და ათინაგორა ქრისტეს საფლავზე ერთმანეთს შეხვდნენ და გადაეხვევნენ. და იქ ფაქტობრივად ჩათვალეს, რომ დღეიდან ჩვენ შევრიგდით. ეს პატარა საქმეა. და ასეთი რაღაცები ამ ადამიანებმა არ იციან და დღეს დაგიწყებენ, რომ არ უნდათ ვთქვათ ამ კათოლიკურ სამყაროსთან, არ უნდათ პროტესტანტებთან დიალოგი არ უნდათ. ჩვენ ხო არ ვამბობთ, რომ ნეტავ შეიძლებოდეს გაერთიანება. მე პირადად არ მჯერა. არასოდეს არ გაერთიანდება დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიები. არასოდეს არ დათმობენ ისინი თავიანთ პრივილეგიებს და თავიანთ იმას, მაგრამ შერიგების დონეზე დიალოგს წინ რა უდგას? რატომ არ შეიძლება ვთქვათ სხვა მწარებლობის ადამიანს დაელაპარაკო და ამის წინააღმდეგი არიან. რომის პაპი რო ჩამოვიდა აქ რა ამბავში იყვნენ, არ გახსოვთ? ეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირია თუ რა არის, ეს რამდენიმე მღვდელია გაერთიანებული მაგაში. როგორ შეხვდნენ რომის პაპს? ან მეორე რომის პაპის მეორე პაპი რო ჩამოვიდა, ინგრეოდა საქართველო. ინგრეოდა. აპროტესტებდნენ და ან გაზეთებში რეები დაიწერა, ან რაღაცა აეროპორტში დახვდნენ, რომ რატო ჩამოხვედი და ესეთი რაღაცები გააკეთეს, გზებზე იდგნენ. ეს სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ქართველების სირცხვილი, როდესაც რომელიმე სასულიერო პირის ჩამოსვლას შენ ეწინააღმდეგები. და რაღა ვთქვა რომის პაპზე, როდესაც ბართლომეოსი, სოფლიო პატრიარქი, რომელიც არის საუკეთესო მეგობარი საქართველოს ეკლესიისა. კი, მართალია ავტოკეფალია ჩვენ დიმიტრიოსის დროს მივიღეთ, მაგრამ მაშინ იყო სინოდის მდივანი გარდა იმისა, რომ მიტროპოლიტი იყო ბართლომეოსი და მე ხომ მახსოვს როგორ ცდილობდა ყოველი სიტყვას უმარტავდა თავის ყველა ხო ერთ ჭკუაზე არ არის ყველა მღვდელმთავარი ყველა ისა როგორ ცდილობდა ყველასთვის აეხსნა რომ ეს სწორი ნაბიჯია ეს არის საკმაოდ ბევრი წვლილი აქვს მასაც შეტანილი და გარდა მაგისა ძალიან ყველაფერში რო ყოველთვის მხარში საქართველოს ეკლესიას უდგას მხარში სიტყვით დაბახამეთი რა შეგვიძლია სადაც საჭიროა განცხადების გაკეთება სიტყვის თქმა ყველგან ჩვენს მხარეზეა ბართლომე და ამ დროს სადღაც ავჭალაში და ზის ვთქვა მღვდელი რამ დამავიწყა მისი გვარი ახლა და წერს ბართლომეზე ეს მსოფლიო დონის აფერისტი. ამას წერს მღვდელი, ამას ბედავს და მე გულნატკენი ვარ კი საპატრიარქოზე. ეს მღვდელი უნდა განკვეთო. აი იმას რომ განკვეთავ, მე მეორე და მესამე ვერ გაბედავს ამას. ხუჯების მიტროპოლიტი საშინელ სიტყვებით მოიხსენია ერთხელ ბართლომე დავხოცეთ ერთმანეთი კინაღა. არ უნდა კეთებთ, რატო აკეთებს? აი გამაგებინეთ რატო აკეთებს თუ ვინმესგან არ არიან მოსყიდულები, თუ ვინმესგან არ არიან, ვთქვათ არ აქვთ მითითება მიღებული. ვინ ეკითხება, ვთქვათ, რიგით მღვდელს, რომელიც ავჭალაში მსახურობს, ვინ ეკითხება იმას, რომის პაპი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. ვინ ეკითხება იმას, ბართლომეს შეფასებას და მის ზნეობას და იმას. იცის კი რომ, როდესაც რუსებმა შეიყვანეს აფხაზეთში რუსი სამღვდელოება, ვინ გამოგვესარჩლა? ბართლომემ იმ წუთში წერილი მისწერა ალექსის პატრიარქს, რომ მე ამას ეს ანტიკანონიკური ქმედებაა, ამას სოფლიო საპატრიარქო ხელს მხარს არ დაუჭერს. არასოდეს არ შეიძლება ეს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შეჭრა. რამდენი წერილი აქვს ასეთი გამოგზავნილი და ეს წერილები მეს არც მეწოდინებოდა, მაგრამ როცა წერდა იმათ, ასლებს ჩვენს პატრიარქს უგზავნიდა. ყველა წერილმა ჩემს ხელში გაიარა. ასეთი მხარდამჭერი, ასეთი მოყვარული საქართველოს ეკლესიის და ამ დროს შენი ვიღაცა რიგითი მღვდელი მას უწოდებს მსოფლიო დონის აფერისტიო. არათ უნდა განკვეთო, ციხეშიც კი უნდა ჩასვა. თქვენ ვის ხელს ხედავთ ამაში? ვის ხელს ვხედავ? იმას, ვისაც უნდა რომ თვითონ იბოგინოს იმაში აფხაზეთში. თქვენ რა გონიათ ბართლომეს წერილების მერე არ შევიდა იქ რუსული სამღვდელოება? კი, უარი თქვა ალექსიმ. კიო ბატონო, მაგრამ რა გააკეთა? ათონის მთაზე არის 20 მონასტერი. ერთ-ერთი არის პანტელეიმონის მონასტერი. ეს არის რუსული, როგორც ჩვენ გვაქვს ივერთა მონასტერი იქ, ისე აქვს მაგათ წმინდა პანტელეიმონის მონასტერი. ჩავიდნენ წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბერები აფხაზეთში. იმათ დაიწყეს ღვთისმსახურება, იმათ დაიწყეს ქადაგება. ხო და როდესაც ჩვენმა პატრიარქმა გააპროტესტა და თქვა რომ როგორ შეიძლებაო ესო მაინც საქართველოს ეპარქიაა და ესეთი რამეო რუსეთიდან მოვიდა წერილი რომ ისო ათონის მთაზეაო პანტელეიმონის მონასტერიო და ჩვენ არა ესო მსოფლიო პატრიარქს ექვემდებარებაო
ეს იყო დიპლომატიური სვლა. ანუ მე არ ვარ პასუხისმგებელი. როგორ არ არის პასუხისმგებელი? რუსი ბერებისა, რუსული მონასტერია. რუსი ბერებითაა სავსე. ის რუსი ბერები ჩამოვიდნენ აფხაზეთში. და რა ხდება? მისწერა წერილი ჩვენმა პატრიარქმა ბართლომეს, რომ ათონის მთიდანო ჩამოვიდნენო ბერები. იმ წუთში გააძევა ყველა.